დაუკეტავს თუ არა ქართველ აბიტურიენტებს, ქართველ ახალგაზრდებს ეს 12 წლიანი სწავლების გაუქმება გზას ევროპული უნივერსიტეტებისკენ. განათლება ძალიან ტრადიციული დარგია და იქ რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს იმ კრედიტებსაც, რომელსაც შენ იმაშვები, შენ იღებ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელობა განსაკუთრებით საშუალო განათლების პერიოდში წლების რაოდენობასაც. იმიტომ რომ და ეს აბსოლუტურად სამართლიანად ითვლება, რომ რაღაცა ასაკი ბავშვმა უნდა გაატაროს სკოლაში. რომელსაც სადაც არის მისი მოქალაქით ჩამოყალიბება, სადაც არის მისი ძირითადი უნარების განვითარება და რაღაცა ასაკები არის ადრე, როდესაც ისინი გადაწყვეტენ დაუშვათ კოლეჯში ჩააბარონ ან უნივერსიტეტში ჩააბარონ. ეს არის ბავშვის განვითარების ფიზიოლოგიასთან და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული თემა. ეს არ არის შემთხვევითად გამოთვლილი ამბავი, ეს არის სასწავლო საათების რაოდენობა, ეს არის ის გაზრდილი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ უნდა ბავშვებს გადავცეთ და შეიძლება ყველაფერი ჩავტენოთ 10 და 11 წელიწადში, ასე ვთქვათ, იმიტომ ფიზიკურად ამისი დრო არ არის. როგორც გითხარი, იცვლება გარემო, იცვლება დაგროვილი ცოდნის მოცულობა და სასკოლო განათლების დასრულების შემდეგ რაღაცა დონის კომპეტენციები მოსწავლეს უკვე უნდა ჰქონდეს და ამ კომპეტენციების განვითარება 11 წელიწადში ვერ ესწრება ბავშვების კიდევ მეორე ფსიქოფიზიოლოგიის გამო. Აი, maturity რაც არის, ხო, გარკვეული სიმწიფის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც შევა უმაღლეს განათლებაში. და საჭიროა გარკვეული, 18 წელი ითვლება იმ ასაკად. ეს არის ყველაფერი ციკლურობის მიხედვით აწყობილი. ასაკურველია შეიძლება იყოს გამონაკლისები, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს საშუალო მონაცემების ბავშვებზე გათვლილი სისტემა. ჩვენ მქონდა ეგ სისტემა 11 წლიანი როცა იყო გერმანიაში არავინ არ გვიხებდა, მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ მე გერმანიაში ვმუშაობდი მაგ პერიოდში, ისინი ითხოვდნენ კიდევ 1 წელი დამატებითი განათლების მიღებას და მხოლოდ მერე ხდებოდა უნივერსიტეტების მიერ საბუთების განხილვა. ანუ განხილვაზეც არ დაიშვებოდა, არ მიიღებდნენ. ევროპის უნივერსიტეტებში იმდენი მსურველი არის სწავლისა, რომ როგორმე ეხლა ქართულ სტუდენტების გამო ისინი თავს არ მოიკლავენ. ეს ჩვენ გვინდა იქ სწავლა.